საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცა ძლიერი ქარი ქვეყნის მასშტაბით დღის ბოლომდე გაგრძელდება. უახლოეს დღეებში კი ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება და ტემპერატურა -6 გრადუსამდე დაიცავს. ლევან ჩხაიძე ესაუბრა მეტეოროლოგებს. ლევან, რას აცხადებენ სპეციალისტები, როგორია ამინდის მოკლევადიანი პროგნოზი? სპეციალისტები თქმით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდის გაუარესების მიზეზი გახდა შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოჭრილი ცივი ჰაერის მასები. ისინი ამბობენ, რომ იანვრის ბოლომდე საქართველოში იქნება საკმაოდ ძლიერი ყინვები, როგორც დასავლეთში, ასევე აღმოსავლეთის ფარში იქნება ტემპერატურა დაახლოებით -4-დან -6 გრადუსამდე. ეს გაგრძელდება მხოლოდ იანვრის ბოლომდე და უკვე დაახლოებით 1 კვირის შემდეგ უნდა ველოდოთ გამოდარებას, რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებში არსებულ მდგომარეობას. ამ დროისთვის თითქმის ყველგან მაღალმთიან რაიონებში არის თოვლი, ხოლო დაბლობში არის ძლიერი ქარბუქი და მათ შორის თბილისშიც ქარი შენარჩუნებული იქნება დღის ბოლომდე, როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, ხვალიდან უკვე უნდა ველოდოთ ქარბუქის სიძლიერის შემცირებას და მაგრამ სამაგიეროდ იქნება საკმაოდ ძლიერი ყინვები. ცივი და თოვლიანი ამინდი საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნდება. ბარში გამოიდარებს, ახლა ყველგან თოვლს არ ვფიქრობთ და რაც მთავარია, ჩვენ ვარაუდობთ ამ თვის ბოლომდე ყინვას აღმოსავლეთ საქართველოს ბარში. შიდა ქართლში შესაძლოა ჰაერის მინიმალური ტემპერატურა -10, -12 გრადუსამდე დაეცეს, თბილისში -4, -6 გრადუსამდე. ჩვენ ვესაუბრეთ თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებს და მათი განცხადებით ქარბუქს ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია. მათი განცხადებით იყო უნიშნულო გამოძახებები, თუმცა სერიოზული პრობლემები ჯერჯერობით არც ერთ რაიონში არ დაფიქსირებულა. საგანგებო სიტუაციების სამსახური ძლიერი ქარის გამო საგანგებო რეჟიმზე არის გადასული. ძლიერი ქარია, მოგესწრებათ, გუშინ ღამე იყო, ჩემთვის სადაც ხანძარი იყო დავით აღმაშენებლის გამზირზე. ქარი უწყობდა ხელს ხანძრის გავრცელებას, მაგრამ დროულად მოხდა ამ ხანძრის ლოკალიზება და საცხოვრებელ სექტორზე ხანძარი არ იყო გადასული. სხვა იყო უმნიშვნელო გასვლები, სადაც თუნუქის ფურცლები იყო ახტილი სახურავიდან, ადგილზე მაშველებმა მოხსნეს ეს თუნუქის ფურცლები, ასევე გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ ადგილზე ხალხთან და თუ რამე დაზიანება არის, უახლოეს ახლო მომავალში აღმოფხვრიან ამ დაზიანებებს ქარის გამო. რაც შეეხება საავტომობილო გზებზე არსებულ მდგომარეობას, ამ დროისთვის მოძრაობა შეწყვეტილია გუდაური კობის გზის მონაკვეთზე, ზვავსაშიშროებაა და ასევე ვერ ხერხდება გზის გაწმენდითი სამუშაოები ძლიერი ნალექის გამო, ხოლო სხვა გზებზე მოძრაობა არის თავისუფლად გადაადგილება შესაძლებელი. რიკოთის უღელტეხილზე იწმინდება გზა და როგორც მსუბუქ, ასევე სხვა სახის ნებისმიერ ტრანსპორტს გადაადგილება თავისუფლად შეუძლია. მადლობა ლევან, ეს იყო